თავი მე-11 იყო იფთახ გალაადელი, მაგარი ვაჟკაცი იყო. მეძავი ქალის ნაშობი იყო იგი. გალაადმა შვა იფთახი. ცოლმაც უშვა გალაადს ვაჟები. როცა წამოიზარდნენ ცოლის ვაჟები, გააგდეს იფთახი, უთხრეს: შენ არ გიდევს წილი მამაჩვენის სახლში, რადგან სხვა ქალის ნაშობი ხარ. გაერიდა თავის მებს იფთახი და ტობის მხარეში დასახლდა. უღირსმა ხალხმა მოიყარა თავი მის გარშემო და დათარეშობდა მასთან ერთად. გამოხდა ხანი და გამოვიდნენ ყამონიანები ისრაელის წინააღმდეგ საბრძოლველად. და როცა ომი აუტეხეს ყამონიანებმა ისრაელს, მივიდნენ გალაადის უხუცესები იფთახთან, რათა წამოეყვანათ ტობის მხარიდან. უთხრეს იფთახს: მოდი გახდი ჩვენი წინამძღოლი და შევებრძოლოთ ყამონიანებს. უთხრა იფთახმა გალაადის უხუცესებს: აკი მომიძულეთ და გამომაგდეთ მამაჩემის სახლიდან. ახლა რატომ მომაკითხეთ, როცა გაგიჭირდათ? უთხრეს გალაადის უხუცესებმა იფთახს: იმიტომ მოგაკითხეთ, რომ წამოყვე, შეებრძოლო ყამონიანებს და მთელი გალაადის წინამძღოლი გახდე. უთხრა იფთახმა გალაადის უხუცესებს: თუ დამაბრუნეთ ყამონიანებთან საბრძოლველად და უფალმა ხელში ჩამიგდო ისინი, ვერაც თქვენი წინამძღოლი ვიქნები? უთხრეს გალაადის უხუცესებმა იფთახს: უფალი იყოს მოწმე ჩვენ შორის, რომ ისე მოვიქცევით, როგორც შენიტყვი. წამოყვა იფთახი გალაადის უხუცესებს და ხალხმა იგი თავის თავკაცად და წინამძღოლად აირჩია. გაიმეორა იფთახმა ყოველი თავისი სიტყვა უფლის წინაშე მიცვაში. კაცები გაუგზავნა იფთახმა ყამონიანთა მეფეს და უთხრა: რა ხელი გაქვს ჩემთან, რომ მომიხდი და მებრძვი ჩემს მიწაზე? უთხრა ყამონიანთა მეფემ იფთახის კაცებს: როცა ეგვიპტიდან გამოვიდა ისრაელი, ჩემი ქვეყანა დაიკავა არნონიდან იაბოკამდე და იორდანემდე. მშვიდობიანად დამიბრუნე იგი და დაგეხსნები. დაბრუნდნენ კაცები იფთახთან. მეორედ გაუგზავნა იფთახმა კაცები ყამონიანთა მეფეს. უთხრა: ასე ამბობს იფთახი: ისრაელს არ მოუტაცებია მოაბის ქვეყანა და ყამონიანთა ქვეყანა. როცა ეგვიპტიდან გამოსულმა უდაბნოში იარა მეწამულ ზღვამდე და კადეშს მიადგა, კაცები გაუგზავნა ედომის მეფეს და შეუთვალა: გამატარე შენს ქვეყანაზე, მაგრამ ყური არ ათხოვა. მოაბის მეფესაც გაუგზავნა კაცები, მაგრამ მანაც უარი უთხრა. ამიტომაც კადეშში დარჩა ისრაელი. გამოიარა უდაბნო, გამოსცდა ედომელთა ქვეყანას და მოაბის ქვეყანას. მოაღწია მოაბის ქვეყნის საზღვრამდე და არნონს იქით დაბანაკდა. მაგრამ არ შესულა მოაბის ქვეყანაში, რადგან არნონი მოაბის საზღვარია. კაცები გაუგზავნა ისრაელმა სიხონს, ამორეველთა მეფეს, ხეშბონის მეფეს, შეუთვალა მას ისრაელმა: გაგვატარე შენს ქვეყანაზე და ჩვენს ადგილამდე მიგვიშვიო. მაგრამ სიხონი არ დათანხმდა გაეტარებინა ისრაელი თავის მიწა-წყალზე. შეაგროვა სიხონმა მთელი თავისი ხალხი, იააცში დაბანაკდა და შეება ისრაელს. უფალმა ისრაელის ღმერთმა ხელში ჩაუგდო ისრაელს სიხონი და მთელი მისი ხალხი და მან გაწყვიტა ისინი. დაიმკვიდრა ისრაელმა ამორეველთა მთელი ქვეყანა, იმათი, ვინც იმ ქვეყანაში ცხოვრობდა. დაიმკვიდრეს ამორეველთა მთელი მიწა-წყალი არნონიდან იაბოკამდე და უდაბნოდან იორდანემდე. ასე აყარა უფალმა ისრაელის ღმერთმა ამორეველები თავისი ერის ისრაელის წინაშე. შენ კი სამკვიდრებელში ეცილები მას. ხუმფლობ იმას, რაც დაგიმკვიდრა ქამოშმა, შენმა ღმერთმა. ჩვენც ვფლობთ ყველაფერს, რაც უფალს ჩვენს ღმერთს დაუმკვიდრებია ჩვენთვის. რითი ჯობი ხარ ბალაკ ციფორის ძეს, მოაბის მეფეს? ოდესმე თუ წაკიდებია იგი ისრაელს, ან თუ უომია მასთან? 300 წელია, რაც ცხოვრობს ისრაელი ხეშბონში და მის სოფლებში, ყაროყოში და მის სოფლებში. ყველა ქალაქში არნონის გაღმა გამოღმა. რატომ იმ თავითვე არ დაიბრუნე ისინი? მე არ მაქვს ბრალი შენს წინაშე, შენ კი ბოროტებას მიკეთებ ჩემზე, რომ მოდიხარ საბრძოლველად. უფალი იყოს ახლა მსაჯული ისრაელიანთა და ყამონიანთა შორის. მაგრამ ყური არ ათხოვა ყამონიანთა მეფემ იფთახის შენათვალს. გადმოვიდა უფლისული იფთახზე და მან გაიარა გალაადი და მენაშე. გაიარა გალაადის მიცფა და გალაადის მიცფადან წავიდა ყამონელებზე. ასე აღუთქვა იფთახმა უფალს: თუ ხელში ჩამაგდებინებ ყამონიანებს, როცა შიმშვიდობით დაბრუნდები, ვინც პირველი გამომეგებება ჩემი სახლის ჭიშკართან, უფლისა იყოს და შევწირავ ახსავლენ მსხვერპლად.
წავიდა იფთახი ყამუნიანებზე, შეება და უფალმა ხელში ჩააგდებინა ისინი. სასტიკად დაამარცხა ისინი ყაროყერიდან მინათამდე, უცი ქალაქი და აბელ-კერამიმამდე. დაემორჩილნენ ყამუნიანები ისრაელიანებს. შინ მობრუნდა იფთახი მიცვაში და როკვით გამოეგება თავისი ასული დაირით ხელში. ეს ერთი ყავდა, მის გარდა არც ვაჟი ყავდა და არც ქალი. როცა დაინახა, შემოიხია ტანსაცმელი და თქვა: ვაიმე შვილო, როგორ დამღუბე, ეს რა უბედურება დამატეხე, მაგრამ მე ბაგე გავხსენი უფლის წინაშე და ვერ გადავალ სიტყვას. უთხრა ასულმა: მამა ჩემო, რა კი ბაგე გახსენი უფლის წინაშე, ის მიყავ, რაც შენმა ბაგემ წარმოთქვა, როცა უფალმა სამაგიერო მიაგო შენი ხელით შენს მტრებს ყამუნიანებს. უთხრა მამას: ოღონდ ერთი რამ შემისრულე, ორი თვით გამიშვი, წავალ მთაში ავალ და ჩემს დობილებთან ერთად გამოვიდირებ ჩემს ყმაწვილ ქალობას. უთხრა: წადი. ორი თვით გაუშვა, წავიდა იგი თავის დობილებთან ერთად და მთაში გამოიტირა თავისი ყმაწვილ ქალობა. ორი თვისა შემდეგ დაბრუნდა მამასთან და აღასრულებინა დადებული აღთქმა, ისე რომ მამაკაცი არ შეუცვნია. წესად დაიდო ისრაელში. წლიდან წლამდე წელიწადში ერთხელ მიდიან ისრაელიანი ქალიშვილები და 4 დღე იხსენებენ იფთახ გალაადელის ასულს.